წინა ლექციაზე ვინც იყავით ალბათ გახსოვთ ინდუიზმის რაღაც საკითხები, მაგრამ დღეს რაღაცებს გავიმეორებთ, იმიტომ რომ კავშირშია. დღევანდელი შეხვედრის თემა გვაქვს ბუდიზმი. ინდუიზმი თვითონ რაზეც წინა ლექციაში ვილაპარაკეთ, ძალიან დიდი მრავლის მომცველი ფილოსოფიური რელიგიური მოძრაობა, შეიძლება ვთქვათ, სოფხედველობა, რომელიდანაც გამომდინარეობს მერე ბუდიზმი. თავარი კონცეფციები უბრალოდ რომ გავიმეოროთ ინდუიზმიდან, რომელიც დაგვჭირდება ჩვენ ბუდიზმის გასაგებად, იმიტომ რომ წინა ლექციაზე ვინც არ იყავით, შეიძლება ცოტა რთული გახდეს თუ რაღაც მომენტებს ვერ 2 წუთი რომ დავხარჯოთ ინდუიზმზე, აი რა საზრისები არის ინდუიზმში. პირველი ის რომ ბრაჰმას ესიზმრება ეს სამყარო და ეს სამყარო რეალობა კი არ არის, არამედ ბრაჰმას სიზმარია. ხოლო ბრაჰმაზე ამ სიზმარს ავლენს მაია, ეს არის პრინციპები, ეს არ არის პიროვნებები. პიროვნების ცნება ინდუიზმში არ არსებობს. ბრაჰმას აძინებს მაია სიზმარს გვრის და ეს სამყარო აი ამ სიზმრის შედეგად არის ის რაც არის. საერთოდ არის ინდუიზმში ესეთი ცნება არ არსებობს. არაფერი არ არის. ყველაფერი ილუზია. თვით ღმერთებიც ილუზია. თვით ბრაჰმაც რომ რაღაც ოქროს კვერცხიდან გამოიჩეკა ერთი ნატეხით ზეცა შექმნა, ერთი ნატეხით დედამიწა შექმნა. ეს კვერცხი საიდან წარმოიშვა კაცმა არ იცის. და ამ ბრაჰმის სიზმარში მყოფობს ჩვენი ენით რო ვთქვათ მთელი სამყარო. კი არ მყოფობს ილუზორულად არსებობს. როგორც უკვე თქვი, არსებობს, მყოფობს ეს ყველაფერი ჩვენი ტერმინოლოგია, რომელიც ინდუიზმისთვის უცხოა. არსებობს ასევე სულთა მრავალგზის გადასახლების სპირალი, რომელსაც სამსარა ქვია. ხან ადამიანად ევლინება რაიმე, ხან კოღოთ, ხან ჭიანჭველად, ხან ნიანგად, ხან ბაყაყად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ წინა ცხოვრებაში რანაირად იცხოვრა ვინმემ ამ რაიმემ და შემდეგ ცხოვრებაში ის ევლინება კვლავ. კარმა არის ის ცხოვრების წესი დაგროვილი, რომელიც იწვევს შემდგომ მიზეზშედეგობრიობას და ახდენს გავლენას. კარმა არის საქმეთა ერთობლიობა, მოკლედ რო ვთქვათ მარტივად, რაიმემ მაგალითად ცუდმა კოღომ თუ ცუდად იცხოვრა, შემდეგ ცხოვრებაში სხვა ვინმე ან რაიმე მოვა. არსებობს ცნება მოქშა, განთავისუფლება ამ მრავალგზის სპირალიდან მოსვლით. როგორ შეიძლება განთავისუფლდეს ინდუიზმში? თუ კარგი კოღო იქნება კარგი ადამიანი ან კარგი ვინმე, როგორღაც მოახერხებს და შეწყდება ეს მრავალგზის მისი მოსვლა და აი ამ მომენტს, როდესაც ეს წყდება იმ მისი სულის მრავალგზის გადასახლება სხვადასხვა არსებად, ამ მომენტს ქვია მოქშა. და შემდგომ ის ერწყმის ბრაჰმანს და ნეტარება ნირვანა ზუსტად ეგ მდგომარეობა, როდესაც კონკრეტული რაიმეს ან ვინმეს სული ერწყმის თვითონ ბრაჰმანს და უკვე ვეღარ გაარჩევს სად არის ბრაჰმანი და სად არის ეს რაიმე ან ვინმე. და ეს არის ნირვანა. ნირვანა სიტყვით რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს არწვას, ჩაქრობას, პრინციპში არ არსებობას. არსებობა ინდუიზმში არის პრობლემა. იმიტომ რომ დაძაბული ხარ იტანჯები ბოროტების და სიკეთის ბრძოლის ველზე ხარ. მაგრამ მთელი ირონია ის არის, რომ ეს ყველაფერი არის ბრაჰმას სიზმარი. ეხლა მე რო ლექციას გიკითხავთ, თურმე ეგეც ბრაჰმას სიზმარია, რეალურად არ ხდება. საცობში რო ვიყავი საათი და 45 წუთი, ეგეც სიზმარი იყო ბრაჰმასი. დღეს რატომღაც ბრაჰმას ცუდი სიზმრები ესიზმრები. ინდუიზმი ძალიან დიდი მსოფლმხედველობაა. ეს მოკლე შესავალი გავაკეთე იმისთვის, რომ და აი ამ წიაღში, აი ასეთ მსოფლმხედველობის წიაღში ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში
ინდოეთში იბადება სიდჰარტა გაუტამა. ის იბადება, ეს არის იგივე ბუდა, მისი სახელია სიდჰარტა გაუტამა. გაუტამა, იმიტომ რომ გაუტამას გვარიდან არის, სიდჰარტა ნიშნავს მის სახელს კონკრეტულად. ის დაიბადა რაჯას ოჯახში, ანუ მეფეს ოჯახში, მამამის ერქვა შუდჰოდანა, ისეთი რთული სახელებია. დედამის ერქვა მაია, მაგრამ ამ ქალბატონ მაიას არაფერი კავშირი არ აქვს იმ მაიასთან, რომელიც სიზმარს ავლენს ბრაჰმაზე და ამ ბრაჰმის სიზმრის შედეგია ყველაფერი. ეს მაია არის შუდჰოდანას მეუღლე და მათი მოძღვრების თანახმად როგორ დაიბადა ეხლა ბუდა, იმიტომ ის დაიბადა განსაკუთრებულად სასწაულებრივად. სასწაულებრივად დაბადება არის ერთ-ერთი ნიშანი პიროვნების ცხოვრებაში, რომ მისთვის განსაკუთრებული მისია აქვს, ზეცას გამზადებული, ასე ვთქვათ, მიღმიერს გამზადებული. მაგალითად მოსე რო ავიღოთ, რო შევადაროთ, იქ წერია, რომ ძალიან ლამაზი იყო შესახედავად, განსაკუთრებული რაღაც ნიშანი ჰქონდა მოსესაც ღმერთისგან მიცემული, ხო? იესო ქრისტეს შობა რო ავიღოთ, ქალწულისგან იშვება, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია იქამდე 700 წლით ადრე, ხო? და ეს ახალ აღთქმაში სრულდება შემდეგ. პარალელი რო გავავლოთ, ბუდას შემთხვევაშიც როგორ იბადება ბუდა. მაია ხედავს სიზმარს, ანუ დედამისი, და ამ სიზმარში თეთრი სპილო მის ფერდში შედის და შემდგომში ის ამ თეთრი სპილოს მის სიზმარში ფერდში, ასე ვთქვათ, შესვლის შედეგად ორსულდება მაია და შობს სიდჰარტას, ანუ სიდჰარტა ისეთი სახელი დაარქვეს, თავისი მოწოდების აღმსრულებელი ამას ნიშნავს. და სიდჰარტა განსაკუთრებულად იბადება, როგორც ყოველი მოკვდავი ისე კი არ დაიბადა, ამერე ფერდითვე გამოვიდა დედამისისგან, მაგრამ დედამისი ამ მშობიარობას გადაყვება და მოკვდება. სიდჰარტა გაუტამა ცხოვრობს სამეფო პირობებში და 4 პირობას უყენებს მამამისი მსახურებს, რომ არაჩვენონ მის შვილს. არაჩვენონ რო იტანჯება სამყარო, არაჩვენონ რო მოხუცებულობა არსებობს, არაჩვენონ რო სიკვდილი არსებობს, არაჩვენონ რო რადიკალი ასკეტებიც არსებობენ, რომელიც თრგუნავენ თავიანთ სხეულს, რომ უარი თქვან ამ წუთისოფლის სიამეზე. და 29 წლის ასაკამდე დაქორწინებულია ის უკვე, შვილიც ყავს პატარა. მას აცხოვრებენ ისეთ სამყაროში, არ გადის იმ სამეფოდან და არ ანახებენ მოხუც ხალხს ეკრძალება საერთოდ, რომ სიდჰარტამ დაინახოს. მაგრამ ერთხელაც მოახერხებს სიდჰარტა, ჩუმად გაიპარება, თავის ერთ-ერთ მსახურს უბრძანებს და გაიპარება და აკვირდება სამყაროს და პირველი ვინც შემოხვდება, ეს არის ავადმყოფი ადამიანი. და ხვდება, რომ მთელი ცხოვრება, რაც იცხოვრა 29 წლის იყო მაგ დროს, ესე გადმოგცემს ბუდისტური, ასე ვთქვათ, ტრადიცია. ჯატაკები, ეგრეთ წოდებული ჯატაკები არის გარდამოცემა ბუდისტური, სადაც ბუდას შესახებ არ ვიცით ეს ინფორმაცია. ეს მისი გარდაცვალების შემდეგ იქმნება ეს ყველაფერი რამდენიმე საუკუნის მერე. იქამდე ზეპირსიტყვიერად იციან ეს ყველაფერი. თვითონ ბუდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე შეგახსენებთ, რომ მე-6 საუკუნეში ცხოვრობს. ავადმყოფ ადამიანს ხედავს და უჩნდება შეკითხვა. რატომ არსებობს ავადმყოფობა? რა არის მიზეზი ამ ავადმყოფობის? ნახეთ, ინდუიზმში უფრო ფილოსოფიური წიაღსულებია. ინდუიზმში რა ხდება? ინდუიზმში აკვირდება რიგვედაში არის ესე. რატომ ამოდის მზე? როგორ არის დაკიდებული მზე არაფერზე? სად მიდის მზე, როდესაც ღამე დგება? იქ უფრო კოსმოგონიაზე ფიქრობენ, სიღრმისეულ ფილოსოფიურ საკითხებს ეხებიან. ბუდა უფრო დაინტერესებულია რეალობით. რატო არის ავადმყოფობა?
მერე რასაც ის ხედავს მოხუც ადამიანს. პირველი ის ხედავს, რომ ადამიანები იტანჯებიან, ადამიანები ავად არიან, ადამიანები არ არიან ბედნიერები, არ არიან მდიდრები. მართალია ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბია, მაგრამ საერთო ჯამში არავინ არ არის ბედნიერი, იმიტომ რომ არსებობს ავადმყოფობა. მეორე ის ხედავს მოხუც ადამიანს, გაჩაჩანაკებულს, რომელსაც ეზიზღება არსებობა. უნდა რომ მოკვდეს, მაგრამ ვერ კვდება და ფიქრობს, რატომ არსებობს მოხუცებულობა. ეს ის ეტაპებია, რომელიც ბუდას ხდის, ამიტომ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მას არ უნდა რომ თვითონ დაბერდეს. მას ბავშვობიდან შთააგონებს, რომ შენ არ დაბერდები, არ მოკვდები. საერთოდ ეს ტერმინები არ იცის. ისეთ გარემოში გაზარდეს და რეალობა, როდესაც დაინახა, ის სვამს კითხვებს. რატომ არის ავადმყოფი? რატომ არის მოხუცი? და მესამე ის, რასაც ხედავს გასვენებას, სატირალს. თურმე კვდებიან კიდევაც. უბრალოდ ავად კი არ არიან, უბრალოდ მოხუცები კი არ ხდებიან, არამედ კვდებიან, ესე იგი წყვეტენ არსებობას. რა არის სიკვდილის მიზეზი? შევეცადოთ არ განვაქიქოთ ბუდა, გავიგეთ, მის ტყავში შევიდეთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ისეთ სამყაროში დაიბადეთ, როგორც არის ინდუიზმი და რა მსოფლმხედველობაა და ამ მსოფლმხედველობაში დაბადებული და გაზრდილი კაცი, რომელიც რეალობას 30 წლის ასაკში ხედავს, იმიტომ რომ აცხოვრეს ილუზიაში, ანუ სამეფო კარზე, ფუფუნებაში. და ბოლოს სიკვდილსაც რო ნახავს, ის ხდება ბერს, ანუ მონაზონს, რომელიც აბსოლუტურად შიშველი დადის. წინა ლექციაზე ვთქვი, მაგრამ აქაც უნდა ვთქვათ, რომ გავიგოთ ვის ხედავს. იყვნენ ასკეტები, რომლებიც რადიკალურად ცხოვრობდნენ და ეს ერთ-ერთი ესეთი მიმდინარეობა იყო ჯაიანიზმი, რომელიც ბუდამდე 1-40 წლით ადრე ჩნდება. და ამ ჯაიანიზმის დამფუძნებელს ზოგი მკვლევარის აზრით ბუდა ხვდება თავის სიცოცხლეში. და მეოთხე ასპექტი, რასაც ის ხედავს, ამ ასკეტ ბერს ხედავს, რომელიც აბსოლუტურად ინერტულია ამ სამყაროს მიმართ და თრგუნავს თავის სხეულს, რომ ცალკე იყოს ამ ტანჯვისგან, ამ სიბერისგან, ამ ავადმყოფობისგან, ამ არასრულყოფილებისგან. მოეწონება ბუდას ეს ასკეტი. და ვინ იყვნენ ახლა ეს ჯაიანისტები, ცოტა ვთქვათ ამაზეც 1-2 წუთი. ჯაიანიზმი იყო პარალელური მიმდინარეობა ბუდიზმამდე წარმოქმნილი, როგორც უკვე ვთქვი, რომელიც შიგნით სამ მიმდინარეობას მოიცავდა. პირველი დიგამბარები, რომლებიც აბსოლუტურად შიშველი დადიოდნენ, იმიტომ რომ მათი მთავარი მრწამსის არსი იყო ახიმსა, არაფრის არ გამოყენება, არაფერზე ზიანის არ მიყენება. და თვითონ ხილის და ბოსტნეულის ჭამაც კი ცოცხალის დაზიანებად ითვლებოდა და ეს დიგამბარები ამასაც კი ინანიებდნენ, რომ ცოცხალ რაიმეს ან ვინმეს ჭამენ. მეორე მიმდინარეობა იყო სვეტამბარები, მათ თეთრი ტანსაცმელი ეცვათ და ისინიც ცხადია მკაცრად ვეგეტერიანელები იყვნენ ცალსახად და ასევე რასაც ჭამდნენ, იმასაც კი ინანიებდნენ, რომ ცოცხალს ჭამენ. წყალს რო სვამდნენ, წურავდნენ ამ წყალს გარკვეულ მარლაში, რომ იქ ცოცხალი არსებები არ დაელიათ, ასე ვთქვათ. და მესამე მიმდინარეობა იყო სტანაკავასი, ესეც ამ ჯაიანიზმში, რომელიც ცოტა უფრო ლიბერალური იყო, იცმევდნენ, ერში ცხოვრობდნენ, მაგრამ უბრალოდ კერპთაყვანისმცემლობას ებრძოდნენ ინდუიზმში, რაც არსებობდა. და ამ ჯაიანიზმში იყო ორი შეხედულება ცხოვრების წარმომავლობის შესახებ. პირველი, რომ არსებობს თავისთავად ორი რამ, ჯივა, ანუ სიცოცხლე და აჯივა, სიცოცხლის საპირისპირო. ყველაფერი, რაც მატერიალურია, ჯაიანისტებისთვის ეს არის სიკვდილის შემცველი და ყველაფერი, რაც სულიერია, ჯივას შემცველი, ანუ სიცოცხლის. ამიტომ ისინი მაქსიმალურად უარს ამბობდნენ ყველაფრის, ასე ვთქვათ,
გამოყენებაზე და თუ რომელიმე ჯაიანისტი მოკვდებოდა შიმშილით, ეს ითვლებოდა უმაღლესი, ასე ვთქვათ, ასკეზის ფორმა. მოკლედ ავადმყოფობას მოხუც და სიკვდილთან და ბერთან ამ მონაზონთან შეხვედრის მერე ბუდა ბრუნდება სახლში. ავადმყოფობებს რაც შეეხება, ის კეთროვან ხალხსაც ხედავს და სახლში რო ბრუნდება, მის ცოლ-შვილს ძინავთ. ძინავთ, მაგრამ მას უნდა რომ თავის პატარა შვილს აკოცოს. მაგრამ იტყვის რომ არ ვაკოცებ, იმიტომ რომ და გამიჭირდება სახლიდან წასვლა. ფიქრობს რომ წავიდეს სახლიდან, ამ კომფორტის ზონიდან გამოვიდეს, რომელშიც ფუფუნებაშია და მეფის მემკვიდრეა და მას არაფერი ხელს არ უშლის, რომ მერე მეფე იყოს. რომ ცხოვრების აზრი აინტერესებს ამოხსნას რაშია. გაიპარება სასახლიდან და ის არასდროს აღარ ბრუნდება სახლში და მიდის ამ რადიკალურ ასკეტებთან, ჯაიანისტებთან. სხვა შეხედულებით იქ იყვნენ კიდე სხვა ტიპის ასკეტები, მნიშვნელობა არ აქვს. ის მიდის 6 წლის განმავლობაში თრგუნავს თავის სხეულს. იქამდე რომ ძულებით კი უჩანდაო, მასზე თხრობაში წერია შიმშილისგან. და ერთ მომენტშიც მიხვდება, რომ არსებობს უკიდურესობები ამ სამყაროში. ზოგი უკიდურეს ასკეტიზმშია და თრგუნავს თავის თავს, ზოგი უკიდურეს ფუფუნებაშია, როგორც თვითონ იზრდებოდა და არ ადარდებს სხვების რეალობა და რა არის გამოსავალი? ოქრო შუალედი. და შუალედის რელიგიას, შუალედის გზას ეძახიან ბუდიზმს. ზუსტად ამ მომენტში, როდესაც ის ამ გამოცხადებას ღებულობს, ვინმესგან კი არა თვითონ. ბუდიზმში ღმერთი არ არსებობს. ბუდიზმში არის სამი თეზისი. ბუდამ თავისთავი იხსნა და შენი თავის მხსნელი ხარ. არანაირი გარე მხსნელი არ არსებობს. ბუდამ თვითონ გადაარჩინა თავისთავი, შენ საკუთარი თავის მხსნელი ხარ, გადაარჩინე საკუთარი თავი. ეს არის ბუდიზმის მთავარი თეზისი და ამას გავყვებით ჩვენ ბოლომდე, რომ გავიგოთ რა ხდება ბუდიზმში. ზუსტად ის მომენტი, ის წამი და ის წუთი თუ ის რაც დრო ვთქვათ, როდესაც მან მიხვდა ბუდა მიხვდა რომ ოქროს შუალედის დაცვა არის საჭირო, აი მაშინ გასხივოსნდა, ანუ გამოღვიძება ქვია ამ მომენტს. ბუდა ნიშნავს გაღვიძებულს. recollection, ანუ მოიკრიბა, კონცენტრაცია გააკეთა და მიხვდა რომ ოქროს შუალედი არის თურმე ცხოვრების აზრი. გიორგი გურჯიევი, რომელიც კავკასიაში ცნობილი იყო და მე-20 საუკუნის ეზოტერიკოსი იყო, მას ბუდიზმსაც კარგად იცნობდა და ამ ტერმინს იყენებდა. პირველ რეიხშიც კი ჰყავდა მოწაფეები, გერმანელები, ანუ დიდი გავლენა ჰქონდა გიორგი გურჯიევს. მასზე არ მინდა ხა ბევრი ვილაპარაკო და როდესაც ერთ-ერთ თავის მოწაფეს შეხვდა პირველი რეიხიდან, გერმანიის მთავრობიდან. პირველი მსოფლიო ომი ვინც მოაწყო. სადღაც ევროპაში შეხვდნენ ერთმანეთს, რომ დაინახა დამავიწყდა იმ კაცის სახელი. მასწავლებელო, master ეუბნება და ეს ეუბნება ერთ სიტყვას recollection, ანუ კონცენტრირდი მოიკრიბე და გავიწყდაო რაც გასწავლეო. ბუდას გამოღვიძება არის რეალობის მიმართ თვალის ჩახედვა. იქამდე რასაც ინდუიზმი ასწავლიდა ბუდას შეხედულებით, რომ ღმერთები არსებობენ, ღმერთებს უნდა შეევედრო რაღაც, არც ერთი ღმერთი არ გიშველის შენ. ბუდას შეხედულებით ვამბობ, ანუ ეხლა იმის ტყავში შევდივარ. არ არსებობს არანაირი ღვთაება შენ არ გიშველის. ღვთაება რო ადამიანს შველოდეს, ამდენი ტანჯვა არ იქნებოდა. მოხუცები არ იქნებოდნენ. სიკვდილი არ იქნებოდა.
როგორ? კი. ბუდიზმი არის აბსოლუტურად ანთროპოცენტრული სარწმუნოება. ერიხ ფრომი ხო გახსოვთ რომ თქვი ორ რელიგიად, ორ კატეგორიად ყოფს რელიგიებს. რელიგიები, რომელიც ავტორიტარულია, ანუ სადაც ღვთაება არსებობს და მისგან მოელის ადამიანი შეწევნას. და რელიგიური, რომელიც ჰუმანისტურია, ანუ ანთროპოცენტრულია, თავის ძალების კონცენტრაციაზეა ორიენტირებული. ინდუიზმში ორივე ასპექტი იყო, მაგრამ იქ ღვთაებებიც არის, მაგრამ ბუდამ მეორე მხარეზე გააკეთა რადიკალური აქცენტი, რომ ადამიანის შესაძლებლობებზე გაიყვანა გადარჩენის საკითხი. გადარჩენა იმ კუთხით კი არა, რაც ქრისტიანობაში არსებობს. არა. შენს თავს შენ უნდა უშველო. შენი თავის მხსნელი ხარ, შენ ამას ამბობს ბუდა ყოველთვის. ბუდას ყოველთვის მსურკანი რატოა? მე ვიმსჯელოთ ამაზე, ხო? ბევრი რაღაცა გვაქვს გასავლელი და მინდა რომ მოვასწროთ. აქედან ბუდამ თქვა 4 ჭეშმარიტება, რომელიც არის ქვაკუთხედი მისი სწავლების. პირველი, ცხოვრება ტანჯვაა და ტკივილია. დუქხა. არანაირი ილუზია არ არის ცხოვრება. კი, ილუზიის ასპექტი ბუდიზმშიც დარჩა, მაგრამ ნახეთ, ინდუიზმში ატმანია ადამიანის მე გარკვეულწილად იმ ბრაჰმაში მაინც რაღაცნაირად იმ სიზმარში მაინც არსებობს. ბჭყალებში არსებობს. მაგრამ ბუდას შემთხვევაში რეალურად არაფერი არსებობს. ყოველი წამის მეასედი და იმ მეასედი და ყოველთვის აი ამ კატეგორიების ერთობლიობით იქმნება ილუზია, რომ ჩვენ ვარსებობთ. ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ აი ყოველ თვალის დახამხამებაზე, როცა თვალს ახამხამებთ, ყოველ წუთას თავიდან იქმნება ყველაფერი მარტივად რო ვთქვით. ცხოვრება არის ტანჯვა და ტკივილი. დაბადებაც ტანჯვა, აი ნახეთ როგორ იბადება ადამიანი. გაზრდაც ტანჯვა, სწავლაც ტანჯვა, მუშაობაც ტანჯვა, შვილების გაზდაც ტანჯვა, შობლების დაკრძალვა ტანჯვა, ზოგჯერ შვილების დაკრძალვა შენზე ადრე ტანჯვა. ყველაფერი ტანჯვა ამ სამყაროში. საჭმელის ჭამაც ტანჯვა, ხეჭავ. კბილები თუ არა გაქვთ, ვაფშე ტანჯვა. მაშინ თუ სტომატოლოგები რო არ იყვნენ, თუ გაითვალისწინებ, ვისაც საჭმელი ქონდა და კბილები არა, ისიც ტანჯვაში იყო. მაგრამ რა იწვევს ამ ტანჯვას ახლა მეორე პრინციპი ბუდასი. სიამოვნების სურვილი. ტკბობის სურვილი, მომხვეჭველობა, კარგად ყოფნა, კომფორტის სურვილი, დაცებლობა, სურვილი რაიმეს და ვინმეს და ყოველივეს დაუფლებისა იწვევს ტანჯვას. მესამე პრინციპი ტანჯვის მიზეზი სურვილებშია. ამიტომ ადამიანი სანამ ამ სურვილებში ცხოვრობს, სანამ ამ მომხვეჭელობაში ცხოვრობს, სანამ ამ მტაცებლურ კონტექსტში მოღვაწეობს, ვერანაირად ვერ იქნება ბედნიერი ბუდას მიხედვით. ბუდიზმში შემორჩა სწავლება სანსარის შესახებ. სანსარა გავიმეორებ თავში ვთქვი, სანსარა არის მრავალგზის განსხეულება ადამიანისა ან ვინმესი ან რაიმესი სხვადასხვა ფორმაში და ამ სპირალში ტრიალებ. დღეს ხარ ხვალ ნიანგი, ზეგ მაიმუნი, მერე თუ ცუდი ნიანგი იყავი, ადამიანები გაგატყავებენ და მიხვდე რა ცუდია, ცუდი ნიანგობა.
თუ ცუდი ბაყაყი იყავი, შემდეგ ცხოვრებაში კოღოდ გაჩდები, რომ გადაყლაპოს ბაყაყმა და მიხვდე რა ცუდია, ცუდი კოღოობა. და აი აქედან გამოძრომა როგორ არის შესაძლებელი. ინდუიზმში ეს კეთილი საქმეებით და მთელი არ ვიცი რამდენი მილიარდი წელი გაგრძელდებოდა, რომ როგორმე მიგეხცია მოქშას მდგომარეობას და მერე ნირვანას. ხოლო ბუდამ თქვა, რომ თუ დაიცავთ პრინციპებს, რომელსაც მე ვიტყვი, კოღოც რო იყო, ან რაიმე ვინმე იყო, თუ ამ პრინციპებს დაიცავ, შენ შეძლებ დააღწიო თავი ან სანსარას და ნირვანაში აღმოჩნდი. როგორ 8 პრინციპი არსებობს, რომელიც უნდა აღასრულოს ვინმემ ამ რაიმემ, რომ გასხივოსნდეს, ანუ გამოიღვიძოს, ბუდა გახდეს. პირველი არის სწორი ცოდნა, ანუ იმ 4 პრინციპის ცოდნა, რაც დავასახელეთ, რომ ცხოვრება ტანჯვაა, რომ სურვილი არის ტანჯვის მიზეზი და რომ სურვილი იწვევს ამ ყველაფრის ტანჯვას და ადამიანმა უნდა უარი თქვას ამ სურვილებზე. პირველი 4 პრინციპის ცოდნა უკვე პირველი ეტაპია. თუ ეს იცი, რომ ცხოვრება ტანჯვაა და თუ ეს იცი, რომ შენი სურვილები უბედურს ხდის, უკვე რაღაც ერთი ეტაპი ნაბიჯი გადადგმული გაქვს. სურვილების დაძლევის 8 წახნაგოვანი გზაა ეს. მეორე, სწორი და მართალი მისწრაფება, სიბრძნე, შემეცნება, ბუდას სწავლებებიდან. შენ ვინმე კი არ გადაგარჩენს, გარედან მხსნელს ნოელოდები ბუდიზმში. შენ თვითონ ხარ შენი მხსნელი, ბუდას სწავლებას თუ მიმართავ. ამით შეგიძლია შენი თავი გადაარჩინო. მესამე, სწორი და მართალი საუბარი, ანუ ტყუილი არ უნდა თქვა, სიმართლე უნდა ილაპარაკო. პირველ რიგში რა? ბუდას მოძღვრება, რომ ცხოვრება ტანჯვაა და ეს გზები, რომ ამით უშველო შენ თავს და სხვასაც შეგიძლია უთხრა და დაეხმარო, რომ აი ეს არის ტანჯვიდან თავის დაღწევის გზა. მეოთხე ასპექტი, სწორი ქცევა. საქციელი მთელი რიგი იქ მერე ჩვენ შევეხებით სამონაზვრო მათ ცხოვრებას და იმასაც ჯერ ზოგადად მივდივართ. ზიანის არ მიყენების პრინციპი არის თავარი ამოსავლე, ეს მანნა ჯაიანიზმიდან აიღო, ანუ არავინ და არაფერი არ უნდა დააზიანო არასდროს. შენი საქციელი უნდა იყოს არადამაზიანებელი. სიყვარულის ცნება იქ, სიყვარულის ტანჯვა, იმიტომ რომ ვინც გიყვარს ის რომ მოკვდება, იტანჯები. ან შე რო უყვარ ხარ მოკვდები, იტანჯება. იმ ბავშვსაც იმიტომ არ აკოცა, რომ მე ხო დავიტანჯები. ანუ საქციელი ქცევა გულისხმობს პირველ რიგში საკუთარ თავთანაც დამოკიდებულებას, რომ რადიკალურად კი არ უნდა დატანჯო და დათრგუნო შენი თავი ასკეტიზმით და ასევე სიამოვნებებით კი არ უნდა იცხოვრო, არამედ ოქროშუალედი დაიცვა. ზომიერება. ასევე არსებობს ზნეობრივი ნორმები, არ უნდა ემრუშვა, არ უნდა მოკლა, ეს ყველაფერი არის ერთგულება, საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა. მეექვსე პრინციპი, სწორი ძალისხმევა სრულყოფილებისკენ სწრაფვაში. სრულყოფილებისკენ სწრაფვა რას ნიშნავს? რომ რაც ბუდამ გზა განულო, ის უნდა გაიარო თუ გინდა რომ დაძლიო ეს სანსარა. თუ არა და სულ აი ამ სანსარაში იქნები, ვერ გამოხვალ ვერასდროს. სულ მრავალგზის მოგიწევს დაბადება ვინმედან რაიმედ.
სწორი ძალისხმევა სრულყოფილებისკენ სწრაფვაში. ძალისხმევა ცოდნაში, ძალისხმევა საქციელში, ძალისხმევა სწავლაში, ზომიერი. ამიტომ აი ამ პრინციპს ბუდიზმი ყველაფერში ცდილობს რომ დაიცვას. სწავლაშიც მაგალითად 3 საათი რო იკითხო და დაითრგუნო თავი, არა. სანამ ქსიამოვნებს იკითხე, მერე დაისვენე. სანამ ქსიამოვნებს იმუშავე, მერე დაისვენე. მერე ჩვენ ნახავთ მეგობრებს შორის როგორ დამოკიდებულებას ასწავლის ბუდა, ცოლ-ქმარს შორის როგორ ურთიერთობას ასწავლის, მსახურსა და მის ბატონს შორის როგორ ურთიერთობას ასწავლის. აი ბოლოს ვნახავთ ზნეობრივ კატეგორიებს, რასაც ასწავლის ბუდა. ჯერ უბრალოდ საერთო მიმართულებით მივდივართ. სწორი თვითმფლობელობის უნარი, მედიტაციის ტექნიკა, რაჯა იოგა. კიდე ერთხელ ხას უსვამ, რომ როდესაც ბუდისტი მედიტაციას გადის, არც ერთ ღვთაების მიმართ არ ლოცულობს. ის საკუთარ თავს უღრმავდება, საკუთარი ძალების recollection-ს აკეთებს, ანუ მობილიზებას აკეთებს, კონცენტრირებას აკეთებს, რომ საკუთარი თავი იხსნას ტანჯვისგან, საკუთარი თავი იხსნას ცრუ სურვილებისგან, საკუთარი თავი იხსნას ცრუ მოლოდინებისგან, არ დააიმედოს თავი ილუზიებით, არამედ რეალობას გაუსწოროს თვალი და განთავისუფლდეს ტანჯვისგან. 8 წახნაგოვანი გზა. ეხლა გარდა ამ 8 წახნაგისა არსებობს კიდე პანჩაშილა ტანჯვის მოსპობის 5 წახნაგოვანი ცნებებიც. პირველი, არაკლა არც ერთი ცოცხალი არსება, რაც თქვით უკვე ნაწილობრივ. არც ერთი ცოცხალი არსება, ბუზიც არ უნდა მოკლა, კოღოც, ჭიაც, რამე თუ შენ გჭამს, ისიც არ უნდა მოკლა, უნდა კბენს, უნდა აიღო იქით მოიშორო, რომ შენც არ დაგაზიანოს და ისიც. სხვათაშორის რადიკალური ასკეტიზმის 6 წელი იცხოვრა ხო ბუდამ ამ რადიკალურ ასკეტიზმში, ანუ თვით გვემაში და დათრგუნვაში და ამის შედეგად მივიდა ამ ოქროს შუალედამდე. ქრისტიანობაშიც ისტორიაში იყვნენ რადიკალი ასკეტები, მაგალითად 390-იან წლებში დაიბადა სიმეონ მესვეტეთ წოდებული პიროვნება, რომელიმიც რამდენიმე ათეული წელი სვეტში ცხოვრობდა, მე-4-მე-5 საუკუნე. და საერთოდ არ ბანაობდა, ეს რა თქმა უნდა ესეთი თვითგვემა და საკუთარ თავზე ზიანის მიყენება დაგმობილია მართლმადიდებლობის კათოლიციზმში, უბრალოდ ეს ფაქტი იყო ისტორიაში. და წერენ თვითმხილველები მის შესახებ, რომ როდესაც ერთ-ერთ წყულზე მას ჭია, ასე ვთქვათ, ჭამდა, გადმოვარდა ეს ჭია, აიღო და დაადო ისევ და ჭამე რაც ღმერთმა მოქცაო. ანუ ქრისტიანობაზეა ლაპარაკი აქ. ნახეთ, უკიდურესობები ყველგან იყო. ეს მაგალითი რატომ მომყავს, რომ ბუდას თავარი, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობის მაჩვენებელი არის უკიდურესობების დაძლევა. ეს უკიდურესობები არის ზუსტად იმ სურვილთა ერთობლიობა ადამიანში, რომელიც იწვევს ტანჯვას, იმიტომ რომ მისი მოლოდინები არ მართლდება. არის 1001 ადამიანი, ვისაც ეყო უფრო მეტი ჭკუა, მტაცებლობა და სხვაზე უფრო მტაცებელი გახდა და ვითომ ბედნიერია, მაგრამ საერთო ჯამში ბუდას თვალსაზრისით, ნახეთ, მოაგროვა ყველაფერი, მაგრამ როდესაც კვდება ის ადამიანი, იცის, რომ ისევ მეორედ უნდა დავიბადო, მე-4-ედ უნდა დავიბადო, მე-100-ედ, მე-1000-ედ, რა ბედნიერება. თავარი მიზანი არის გამოაღწიო ამ ყველაფრისგან. გამოღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დიდ ბუდას თუ დაუჯერებ მისი თქმით. აი ერთ-ერთი მისი ქადაგების ამონარიდი მინდა წაიკითხოთ. როდესაც ის გასხივოსნდა და მისი აზრით მიაღწია უმაღლეს მწვერვალს,
ესეთი ქადაგება დაიწყო. ბჭენი ხსნისა დაე გაცხადდეს ყველასთვის. ადამიანებო, გახსენით თქვენი ყურები და მისმინეთ მე. გზა ხსნისა ნაპოვნია. მე გმოძღვრავთ თქვენ და თუ ჩემი სწავლების მიხედვით იცხოვრებთ, მიიღებთ იმას, რის გამოც კეთილშობილი ჭაბუკნი ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხო ქვეყნებში გასანათლებლად სხვებისა, თავისას და სხვების. თქვენ პირისპირ იხილავთ ჭეშმარიტებას. იხსენი საკუთარი თავი, შენ ხარ საკუთარი მხსნელი, გადაარჩინე საკუთარი თავი. ბუდიზმის სოფხედველობა კიდე შეიძლება დახასიათდეს სამი მომენტით. ამას შევეხები აუცილებლად. მაგრამ აი ეს პანჩა შილაში ხუთი ასპექტი ჩამოვთვალოთ. არაკლა არც ერთი ცოცხალი არსება, არ მოიპარო, არაფერი და არასდროს. არ იმრუშო, არ იცრუო, არ ილოთო. ბუდიზმის გზა ნერვანისკენ სამ დიდ კატეგორიადაც შეიძლება დავყოთ. პირველი არის დჰარმა. ცხოვრების კანონი, გზა ნერვანისკენ შესაძლებელია ყველასათვის. დჰარმა ნიშნავს, რომ ბუდამ მოიტანა მცნებები, გზა, მაგალითი და შენ შეგიძლია აი ეს დჰარმა განახორციელო საკუთარ ცხოვრებაში იმ 4 ჭეშმარიტების საფუძველზე, 8 წახნაგოვანი პუნქტების საფუძველზე, კიდევ 5 წახნაგოვანი ცნება და კიდევ დჰარმა, რომელიც მოიცავს ამ ყველაფერს. დჰარმა ნიშნავს ბუდას განვლილ გზას კონკრეტულ შემთხვევაში, გზას თვით განთავისუფლებისკენ, გზას თავის დაღწევისკენ ამ სამსარიდან, როგორმე. ეს არის ცხოვრების მიზანი. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და საშუალება, რომ ბედნიერი იყოს. თუმცა ვინმე ცნება არ არსებობს ბუდიზმში, რაიმე ან ვინმე, პირობითად რო ვთქვა. მეორე გზა, დჰარმა ყველასთვის შესაძლებელი შეიძლება, ბერი არ გახდეა. მეორე გზა არის სანგხა, ანუ ბუდიზმის სამონასტრო სისტემა, რომელიც შემდგომში შეიქმნა და ამაზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ. სანგხა ეს არის მონაზონთა ერთობლიობა, ანუ თემი, community, სადაც იკრიბებიან ეს ბერები და ისინი უფრო მეტრამეზე უარს ამბობენ, მაგალითად მარხულობენ. ჩვეულებრივი ბუდისტი შეიძლება არასამარხო დღეებში ჭამოს ხორციან თევზი, ოღონდ თავისი დაჭერილი არა. თუმცა ესეც არ ითვლება. ზოგი, ყველა არა. ძირითადად არ ჭამენ, მაგრამ ზოგი შეიძლება ნახოთ საერო კაცი ბუდისტი, რომელიც სხვის დაჭერილ თევზს ან ხორცს შეჭამს, მაგრამ ეს არ ითვლება საქებარ საქმედ. თვითონ საერთოდ არ აქვს უფლება, რომ დაკლას ან თევზი დაიჭიროს, ცოცხალ არსებას ზიანი რომ მიაყენოს. ბერები, ბუდისტი ბერები ცხოვრობენ შემოწირულობით. შრომაც კი ეკრძალებათ, იმიტომ რომ შრომისას ჭიაყელა შეიძლება მოკლა ან რაღაცა და ეგეც სიცოცხლის ხელყოფაა. ამიტომ ისინი სრულ, ასე ვთქვათ, მინდობილი არიან სრულიად შემომწირველებს და თავისთავად ყავთ შემომწირველები. პირველი პრინციპი აქაც სამონასტროში არის მკაცრი ახიმსა, ანუ ახიმსა ნიშნავს ზიანის არ მიყენებას არაფრის მიმართ და ვინმეს მიმართ. სამყაროს მიმართ, ყველაფრის მიმართ. მეორე, არ აიღო რაც არ ეგების. საათიც რო იპოვა ქვევით რო ეგდოს, ფული ან რამე ძვირფასეულობა, იმის აღების შენთვის დასაკუთრების უფლება არ გვაქვს, არ გაქვს. თანამედროვე სამყაროში თუ ბუდისტმა რამე იპოვა, სადაც არ უნდა იყოს, უნდა მიმართოს პოლიციას და ჩააბაროს ეს ნივთი. მისი საქმე არ არის გამოჩდება თუ არა ამის მფლობელი. რაც შენ არ გეკუთვნის, იმის აღება არ შეიძლება. თავშეკავება ცუდი ქცევისგან, ეს ჩვეულებრივ პრინციპებშიც არის, მაგრამ აქ განსაკუთრებით.
ბერები განსაკუთრებით ეძლევიან მედიტაციებს, საკუთარ თავში ჩაკვირვებას, ფუჭად საუბარიც და ეს ფუჭად დროის ხარჯვა, ვინმეს დაცინვა, ირიბადაც კი ყველაფერი აკრძალულია. არაფრის და არავისი მასხრა დაგდება არ შეიძლება. თავშეკავება ცრუ საუბრებისგან, ანუ რაც ვთქვით, რომ რაღაც ზოგი ხო არის ბარონი მიუნხაუზენივით, რომ სულ ეგრეთ წოდებულ ბჭყალებში სულიერ ხალხსაც უყვართ ხოლმე შეთხზა რაღაც ისტორიების, რომ ვეღაცაზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ხო, რაღაცა პატერიკი გამოიგონონ, ვეღაცა არარსებულმა ნიკიფორემ ასე ხნა და აინახეთ რა მაგარი რაღაც და მეც მის იქ ვიყავი, როცა ნიკიფორე ამას აკეთებდა და შთაბეჭდილების ქვეშ დაგტოვოს რა. აი ესეთი ცრუ საუბრები ბერებს ეკრძალებათ, განსაკუთრებით ნიშნის მოგებისთვის და რაღაცა რომ მათი შენ თვალში რომ ავტორიტეტი წამოწიონ, აი ამ კუთხით თუ ცრუობს, ეს არის უსასტიკესი ცოდვა, ანუ და საერთოდ ყოვლის ლაპარაკი თავისთავად. თავშეკავება ალკოჰოლისგან, ბერი ბუდისტები საერთოდ არ სვამენ ალკოჰოლს. საერო ბუდისტებსაც ეკრძალებათ თრობა საერთოდ უდიდესი ცოდვაა. მაგრამ თუ მიიღებენ, ეს ძალიან ცუდ საქციელად ითვლება საერო ხალხისთვისაც. თავშეკავება აკრძალულ დროს საკვების მიღებისგან. მონასტრებში ბუდისტები შუადღის მერე საჭმელს საერთოდ არ ჭამენ. წყალს სვამენ. თავშეკავება ცეკვისგან, მუსიკისგან, გართობა, ნებისმიერი ტიპის ივენთი, ღონისძიება, დროის ფლანგვის და ამით რაღაც უაზრო სიამოვნების მიღებისა აკრძალულია, იმიტომ რომ ითვლება, რომ ამით შენ სიამოვნებას ეძლევი, რომელიც მერე გტანჯავს. ხო, ვთქვით, რომ სურვილებშია მიზეზი. კი. თავშეკავებას სამკაულებისგან, სუნამოსგან, წყალში თამაშისგან, იმიტომ რომ თამაშისას შეიძლება მოკლა რაღაც არსება. ანუ აქ ხა სამონასტრო სისტემაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. მაგრამ ჩვენ მონასტრებს რო შეადარებო არ არის არა. მონასტრებში არ არის. ხო, ახლა ბუდისტებზე ვსაუბრობ. ყველანაირი გართობა აკრძალულია. სამკაულები სიმდიდრე უყურ მომხვეჭელობაა და ამიტომ იმ 8 პრინციპში შედის და შენ როცა მილიონიან სამკაულს ატარებ და იქ ვიღაცა რო ფშიერია, ეს მომხვეჭელი ხარ ესე იგი. არ გჭირდება. ამის გარეშეც შეგიძლია იარსება. თავშეკავება მაღალი და განიერი საწოლისგან, ანუ კომფორტული საწოლიც ეკრძალება ბერს. რაც ზოგადად ისე ძინავთ ხოლმე საწოლის გარეშე და საბანის გარეშე. იმიტომ რომ ეს კომფორტი სხვა სურვილებს აჩენს, ეს სურვილები კიდე ტანჯავს ადამიანს. თავშეკავება ორქროსა და ვერცხლის მიღებისგან, ვერცხლის მოყვარეობა ყოველი ცოდვის ფესვია, პავლე მოციქულიც წერს. აი, სადგადის ვერცხლის მოყვარეობის ასპექტსა და კეთილ ბიზნესმენის მდგომარეობას შორის მდგომარეობა ეს დიდი საკითხია, ამაზე სამსჯელო საკითხია. ქრისტიანობაშიც იყო ეგ უკიდურესობები, რომ დაუშვათ სამონასტრო ცხოვრება ითვლებოდა ძალიან სულიერ ცხოვრებად შუა საუკუნეებში, ხოლო საერო საქმიანობა მდაბიო საქმე. და ასევე ცოტა მინდა ველაპარაკო ამ მონასტერში არსებულ რიტუალზე, რა განსაკუთრებული რიტუალი აქვს, აღსარებას როგორ ამბობენ, ანუ ცოდვებს როგორ აღიარებენ, ეს ბუდისტი ბერები საინტერესოა.
პირად ვინმე მოძღვართან კი არ აღიარებენ, ნუ რას უკაცრავად, საჯაროდ უნდა თქვა. ან საერთოდ არ უნდა თქვა. თუ აპირებთ ცოდვის ახსარებას მონასტერში ითქმის საჯაროდ. ეს ამ იმას ქვია უპასათხა რიტუალი ბუდისტურ მონასტერში თემში თვეში 2 ჯერ ტარდება, ხან 4 ჯერ, გააჩნია მონასტერს სიდიდეს და როგორ მიმდინარეობს ეგ. მარხვა არის დაწესებული სპეციალურ დღეებში. ისედაც არ ჭამენ ხორცს და ცხოველურს, მაგრამ მარხვის დროს საერთოდ უარს ამბობენ საჭმელზე, ბოსტნეულით და ხელით იკვებებიან ძირითადად. 220 ცოდვის ჩამონათვალის წაკითხვა ხდება. პრატიმოქშა ქვია ამ პროცესს. როდესაც იმარხულებენ, მერე გამოვა ერთი კაცი და 220 ცოდვას ჩამოთვლის. ნუ იქიდან გამომდინარე, რაც ვილაპარაკეთ, ეს სამონასტრო წესდება, ბუდას 4 პრინციპი, 8 პრინციპი, ის 5 ცნება, ამ ყველაფრის შეჯამებით თხარმა, რასაც ქვია, ანუ წესდება, გზა, გაწერილი. 200 ცოდვა არის ჩამოწერილი და წაიკითხავს ეს კაცი და მერე ბერების მიერ საჯაროდ უნდა მოხდეს ყოველი მათგანი საჯაროდ ახსარებას ამბობს. მე დავუშვათ ჭამე საჭმელი საღამოს მოვტეხე იქიდან, ანუ რო არ შეიძლებოდა ბერისთვის ჭამა გავძეხი. მე ეს გავაკეთე, პირობითად ვამბობ, ხო? მე თევზი სადღაც მივდიოდი ქალაქიდან ქალაქში და ძალიან მომშივდა და თევზი დავიჭირე და ვერ მოვითმინებ ჭამე, ან მერე სამონასტრო საძმო იმსჯელებს, ვინ დატოვონ მონასტერში, ვინ რაცოდვა ისეთი ჩაიდინა, რომ საერთოდ გარიცხონ მონასტრიდან. მაგალითად, ლოთობაში თუ იქნება ბერი შემჩნეული ან მრუშობაში, ესეც როგორც წესი გარიცხავენ ესეთი ცოდვების ჩამდეს. ეს არის ნირვანას მიღწევის გზა. ანუ ყოველი ბუდისტის მიზანი უნდა იყოს როგორმე თავი დააღწიოს სანსარას, ერში იქნება თუ ბერში იქნება, უნდა შეძლოს თავი დაღწევა ამ სამსარიდან და შეერთება ნირვანაში ყოფნა, რომ იყოს ნეტარებაში. მერე ბუდიზმი რაც ხადია დაიყო სხვადასხვა მიმდინარეობებადაც არსებობს ჰინაიანა, ანუ ვიწრო გზა, რაც ახლა ვილაპარაკეთ, ეს არის უფრო სამონასტრო გზა, მკაცრი გზა ბუდიზმისა, მაგრამ მხოლოდ სამონასტრო არა, ყველაზე ადრეული გზა, პატარა ბორბალი ქვია. ჰინაიანა ესე ითარგმნება. რომელშიც ღვთაება საერთოდ არ არსებობს. ჰინაიანას სკოლაში. აი, შემდგომ სკოლაში მაჰაიანა, რომელიც უკვე იაპონიაში გავრცელდა, სხვა ქვეყნებში როცა გავრცელდა ბუდიზმი, ამ ფორმამ ბუდიზმისა შეირწყა თავის თავში ადგილობრივი წარმართული ელემენტები და იქ ღვთაებების რაღაც თაყვანისცემის ასპექტიც გაჩნდა და ამ გზას ქვია მაჰაიანა, უფრო ფართო გზა, სადაც ბუდისტს ნახავთ, რომელიც კონკრეტულ ღვთაებას შეიძლება რაღაცა მაგიურ რიტუალს ასრულებდეს. მაგალითად, ტიბეტური ბუდიზმი რო ავიღოთ, იქ ადგილობრივ მაგიურ რიტუალებსაც შეერწყა ეს ბუდიზმი და იქ კონკრეტული იერარქია არსებობს და სინამდვილეში თვითონ სიddhartha გაუტამა, ანუ ბუდა, ბათხისატვა, ტატაგატა, საკიამუნი, ეს ერთი და იგივე პიროვნების სახელია ბუდასი. ამბობდა, რომ ინდუიზმში არსებული ეს 4 წახნაგოვანი იერარქია უარყოფილიყო მის მიერ. ბრაჰმანები, რომლებიც ქურუმებად ითვლებოდნენ, შემდგომ ქშატრები, ანუ სამეფო გვარი, საიდანაც თვითონ ბუდა იყო და იმიტომ წამოვიდა იქიდან, რომ ეს იერარქია უარყო. ვაიშები, ანუ მეომრები და ბიზნესმენები და შემდეგ შუდრები, მონები და მსახურები. აი ეს 4 კასტა ვარმა 4. ბოლოს აი ხელსაც რო არ აქმნიან. ეგენი შუდრები არიან? ეგი გამომდინარეობს, ქვეკასტებია. ამ 4-დან გამომდინარეობს ყველა. მაგალითად,
ბრაჰმანებიც იყოფა იქ კატეგორიებად, ქშატრებიც იყოფა კატეგორიებად, ვაიშები და შუდრებიც კატეგორიებად იყოფა, კი ბატონო. ამიტომ ეს კასტური სისტემა განსხვავება ბუდიზმის, ინდუიზმისგან, კასტური სისტემის უარყოფა და მეორე ღვთაებებისადმი თაყვანისცემის და რამის თხოვნის უარყოფა. ეს ორი იყო განმასხვავებელი, რაც ბუდამ თქვა, რომ არანაირი ღვთაება არ არსებობს და არანაირი კასტა არ უნდა არსებობდეს. თუმცა ვერ მიაღწია იმას, რომ ბოლომდე აღმოფხრილიყო. დღესაც არსებობს ინდუიზმში კასტური სისტემა. შემდგომ ბუდიზმი, როდესაც ბუდა გარდაიცვალა, ინდუიზმის ერთ-ერთი ნაწილი გახადეს. მაგალითად, ვიშნუზე როცა ჩვენ ვილაპარაკეთ, სხვადასხვა ავატარები რო ქონდა განსხეულებები ვიშნუს. კრიშნაც ერთ-ერთი გამოვლინებაა ვიშნუ ღმერთის. ის ტრიმურტი ინდუისტური ღვთაება, ბრაჰმა, ვიშნუ და შივა. ბრაჰმა ქმნის, ვიშნუ აშენებს, შივა ანგრევს. ინდუისტური სამება და ვიშნუს აქვს განსაკუთრებული ავატარების შესაძლებლობა. მეცხრე ავატარა არის ბუდა. ანუ ბუდა განსხეულებული ვიშნუ იყო ვიშნუისტებისთვის და მათ პანთეონში, როდესაც თქვენ ბუდას ნახავთ, ისინი კონკრეტულად ბუდისტები არ არიან, მაგრამ გეტყვიან, ბუდა ერთ-ერთი გამოვლინებაა ვიშნუსი. ესე დაიმკვიდრა ბუდამ ინდუისტურ პანთეონში ადგილი. დღესდღეობით ბუდიზმი ინდოეთის გარეთ უფრო არის პოპულარული. ტიბეტური ბუდიზმი, იაპონიაში ნიჩერენ ბუდიზმი, ძენ ბუდიზმი ადგილობრივ ადათ-წესებს შეერწყა და ეს არ არის სუფთა წყლის ბუდიზმი, მაგალითად, იაპონური ბუდიზმი ჩვეულებრივ სიამტკბილებებზე ორიენტირებული ბუდიზმია, რომელიც ტრადიციულ ბუდიზმს ეწინააღმდეგება. და იქ მაგია და რიტუალების მანტრების წაკითხვა ემსახურება იმას, რომ გააკეთილშობილონ ეს ბოროტი ძალები და სხვა ტრადიციულ ბუდიზმში ეს უარყოფილია ყველაფერი. ეხლა შევეხოთ ბუდისტური მოძღვრების ფილოსოფიურ მხარესაც. ბუდა, როგორც თქვი, არ იყო დაინტერესებული ფილოსოფიით და არ იყო დაინტერესებული ღვთაებებით. ბუდას ამოცანა იყო რეალური ცხოვრების პრობლემის გადაჭრა. რატო ვიტანჯებით, რატო ავატყოფობთ, რატო მოხუცდებით, რატო ვკვდებით, რატო არის ზოგი რადიკალი ასკეტი, რატო არის ზოგი რადიკალი გარყვნილი და ეს ყველაფერი ქმნის ტანჯავს და ეს როგორც თქვით, ეს სურვილები ქმნის ტანჯვას. და ფილოსოფიურ რაღაცა არაპრაქტიკულ საკითხებზე მსჯელობა ბუდასთვის იყო დროის ხარჯვა. მაგრამ შემდგომში მაინც, ასე ვთქვათ, ეს ასპექტიც წამოიწია ბუდიზმში და ესეთი საერთოდ ბუდისტური წიგნები დაეწერა პალი ენაზე, სანსკრიტზე არ დაიწერა, ეს ერთ-ერთი ენა არის, რომელიც ინდოეთში არსებობს. სანსკრიტი არის ის, რაზეც ვედები იწერებოდა და პალი არის ენა, რომელზეც ბუდას წიგნები ჩაიწერა შემდგომ. თვითონ არ დაუწერია. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნეში იწერება. ტრიპიტაკა ქვია, სამი კალათა. ნახეთ ტრი რუსულსაც როგორ გავს. რუსულიც ინდოევროპული ენებიდან არის. ტრიმურტი, ტრი სამს ნიშნავს. ინგლისურშიც ხო გავს ძალიან. ვინაია პიტაკა დისციპლინის კალათა, ანუ წიგნი. სუთა პიტაკა ბუდას ქადაგებები და იგავები. აბჰითარმა პიტაკა ბუდიზმის ფილოსოფიური და მეტაფიზიკური ნაწილი. აი ამაზე მინდა რომ ცოტა ვილაპარაკოთ. მაგალითად, ბუდა სისულელედ თulis თუ დასვავ შეკითხვას, მარადიულია სამყარო? და პასუხობს, ის არაა მარადიული. სამყაროს აქვს დასასრული? პასუხი, სამყარო უსასრულოა. სული და სხეული იგივეობრივია? სული და სხეული განსხვავებულია. ჭეშმარიტების შემეცნებელი უკვდავია? ჭეშმარიტების შემეცნებელი მოკვდავია. ჭეშმარიტების შემეცნებელი ერთდროულად მოკვდავი და უკვდავია?
ჭეშმარიტების შემეცნებელი ან უკვდავია, ან მოკვდავი. ამ საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად ბუდიზმი ამბობს, რომ ნახეთ, უაზრობაა, მაინც ვერ სცემთ პასუხს. ზოგი ფიქრობს უკვდავია, ზოგი ფიქრობს მოკვდავია, აქ კიდევ იტანჯებით. დაანებეთ ამ ფილოსოფიას თავი, რომლითაც გაჟღენთილი იყო ინდუიზმი და პრაქტიკულად მიხედეთ საკუთარ თავს. დაძლიეთ ტანჯვა, როგორმე ამოვარდით ამ სანსარიდან და შევუერთდით ნირვანას. და ნირვანა ნიშნავს არწვას და არარსებობას. არარსებობა არის ნეტარება. პირდაპირ არ ამბობს ბუდიზმი, რომ არ არსებობთ, მაგრამ გეტყვით, რომ წამობრივად, როგორც თქვი უკვე, მრავალგზის ყოველ წამის მიასედებში იქმნები ყოველ წუთას. ასევე გარდა ამისა, არსებობს ჯატაკები. ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკეთ ახლა, ბუდას ისტორიები, რომ როგორ დაიბადა, ჯატაკები არის გარდამოცემა, იქ წერია. ეს მერე ჩაწერეს, კიდევ ამბობ, რომ რამდენიმე საუკუნის მერე იწერებოდა და იწერებოდა. მაგრამ სანამ ნირვანაში შევა ადამიანი, თუნდაც ყველაფერი გააკეთოს, რაც იქამდე თქვა, კიდევ 4 მდგომარეობას გაივლის ადამიანი. ნახეთ, რა რთული სისტემაა. აი ამ ყველაფრის ეხა ერთად აღებული ეს როგორ გინდა, რომ რეალიზება გაუკეთო საკუთარ თავში და მობილიზება. იმ 220 ცოდვა ზეპირად იციან იმ ბუდი ბერებმა. არ გინდა მაგის დამნახსოვრება. და ინდუისტები და ნუ და გავიწყდებათ სანამ ჩაიწერებოდა ეს მოძღვრება ბუდას გარდაცვალებიდან 3 საუკუნის მერე. ზეპირად იცოდნენ და ვედები, რომელიც გვიან ჩაიწერა საერთოდ. სიტყვით რომ გადაამოწმეს, ზეპირად იცოდნენ ისიც. აი ბიბლია 2 ერთად რო აიღო, იმხელა ეგ ვედები. წერტილმძიმემდე დაზეპირებული აქვს ბრაჰმანებს. შილა პირველი ზნეობრივი ქცევის შილა მდგომარეობაში ზნეობრივი ქცევა, როდესაც ბუნებრივი ხდება ადამიანისთვის, ეს არის შილა. სამათხი კონცენტრაცია იმ რეკოლექციის უნარი, ანუ რომ შენ სულ მობილიზებული ხარ შენს თავზე, რომ არ დააზიანო სამყარო და ამით ნირვანას მიაღწიო, აი ეს არის სამათხა. პრაინა, გადამრჩენი ცოდნა, სულ უნდა გახსოვდეს ბუდას მოძღვრება, არასდროს არ უნდა დაივიწყო არც ერთ ასპექტში ცხოვრების. თიანა, გონით დანახვა, ჭურეტა, ინდუისტური ხედვა, რომლის მეშვეობითაც ხდება ადამიანის ეგოისტური მეს დაკარგვა, ნახეთ. როდესაც მე აბსოლუტურად იკარგება, მაშინ აი ამ ეტაპის მერე ხდება მოქშა, განთავისუფლება და შერწყმა ადამიანისა, ნირვანა მდგომარეობა მერე მოდის. აი ესეთ რთულ სისტემასთან გვაქვს საქმე და ეხლა ცოტა მინდა პრაქტიკულ ასპექტში ბუდა რა რჩევებს აძლევს თავისი მოძღვრებით ადამიანებს, რომ რეალურ პრაქტიკულ ცხოვრებაში რანაირად ურჩევს. მაგალითად, რა უშლის ხელს გაწონასწორებულ ცხოვრებას. ჩამოთვლის ბუდა რა უშლის ხელს გაწონასწორებულ ცხოვრებას. გვიან დაძინება ეთანხმებით? მრუშობა, გაღიზიანებული მდგომარეობაში ყოფნა, სტრესი, არაკეთილგანწყობა ყველაფრისა და ყველას მიმართ. ვერ ეწინააღმდეგები. ზარმაცი და დროის გამფლანგველი მეგობრები. რა უშლის ხელს გაწონასწორებულ ცხოვრებას, ამაზე ვლაპარაკობთ. სიძუნწე, როცა ძუნწი ხარ, ღარიბს შია. როცა გამფლანგველი ხარ, შენ გშია, ღარიბს აღარ. ამიტომ რა არის საჭირო? ოქროს შუალედი. ნახეთ. ეს საერთო პრინციპები.
ეხლა მეგობრის არჩევის გზასაც გვასწავლის დიდი ბუდა. ძმაკაცი, რომელიც ან დაქალი არ აქვს მნიშვნელობა პირობითად. ადამიანის და ზოგადად კაცობრიობის დახმარებაზე ორიენტირებული ესეთი ადამიანი უნდა ერჩიო მეგობრად. თორემ თუ სხვანაირს არჩევ, შენც ისეთი იქნები ნელ-ნელა მე. ზრუნველი უნდა იყოს პიროვნება, ვისთანაც მეგობრობას აპირებ. მეგობარი, რომელიც გაძლევს კარგ რჩევას. საიდან უნდა მოგჩეს რჩევა? ბუდას პრინციპების ცოდნიდან, მისი იმ გზებიდან, არ უნდა ამოვარდე ამ კონცენტრაციიდან. როგორც კი შენს ცდები ამ გზას, რეკოლექციას, ანუ კონცენტრაციას კარგავ, მობილიზებას კარგავ. მეგობარი, რომელიც გითანაგრძნობს და თანაგრძნობის უნარი აქვს, მისგან შენც ისწავლი თანაგრძნობას. 1-5 წუთი და დავამთავრებთ. 2 წუთი შევისვენოთ და მერე შეკითხვები. დღეს որ დავიგვიანე ცოტა სწრაფ ტემპში ჩავრთე. ეხა არასასურველი მეგობრების დახასიათება, კიდე ბუდა გვაძლევს. სუფრის ჭიქის მეგობარი, ანუ მლოთი, დროის მფლანგველი, ხორმუცელა, ხორციელია, ქრისტიანულ ენაზე რო ვთქვათ, ხორციელ სიამტკბილობის მოყვარულ ადამიანთან არ უნდა იმეგობრო. მომხვეჭელი და სხვისი ქონების დამსაკუთრებელი კაცი შენგან შორს უნდა იყოს ადამიანი. მხოლოდ სიტყვებით მყოფი ამ ადამიანი, ან რომელიც ბევრს ლაპარაკობს სიკეთეზე, ბუდას პრინციპებზე და თვითონ არ ასრულებს, უნდა ჩამოშორდე ასეთ ადამიანს. მეგობარი, რომელიც მლიქვნელობს, თვალთმაქცობს, კოჭს გიგორებს, როდესაც ბუდას პრინციპებს არ ღვევ, უნდა გაერიდო ასეთ ადამიანთან, არ უნდა იმეგობრო. იმიტომ რომ თუ იმეგობრებ, სულ ამ მრავალგზის დაბადების სპექტრში მოგიწევს მასთან ერთად ამოყურყუმალავება ბევრჯერ და ვერასდროს ვერ დააღწევ თავს და ნირვანას ვერ მიაღწევ. ეხლა მეუღლეების ურთიერთობაზეც საინტერესო რაღაცას გვეუბნება. ქმარი უნდა იყოს ზრდილობიანი, ქმარს არ უნდა ეჯავრებოდეს ცოლი. ერთგული უნდა იყოს, გაუნაწილოს უფლებამოსილება ცოლს, ზომიერი სამკაულებით და საჩუქრებით უნდა ასაჩუქრებდეს ქმარი ცოლს. ანუ ძვირად ღირებულით კი არა, რომელიც შიერს მშივრად დატოვებს. ისეთი, რომელიც არ არის რაღაც ბრილიანტი, ზომიერები. პასუხად ცოლმა კარგად უნდა აღასრულოს მოვალეობა, სტუმართ მოყვარე უნდა იყოს, ერთგული უნდა იყოს, უფრთხილდება, რასაც ქმარი შოულობს და გონივრულად ხარჯავს. ანუ არც ძუნწია და არც გამფლანგველი. ნახეთ, ყველგან მოქმედებს ეგ პრინციპი. შრომის მოყვარეა და განსწავლულია თავისი მოვალეობების აღსრულებაში, ქალი. მოვალეობის აღსრულებაში სქესობრივ თანაცხოვრებაზეც არის ლაპარაკი. ეხლა მართალია ბუდა წინააღმდეგი იყო კასტური სისტემის, მაგრამ ეს ვერ აღმოიფხვრა ბოლომდე და ამიტომ ბუდიზმის მიმდევრებმა მერე ბუდას სწავლებაზე დაყრდნობით ჩამოწერეს მსახურსა და მომსახურეს შორის ურთიერთობების პრინციპები. მათი უნარის მიხედვით უნდა დაუნიშნო სამუშაო, როდესაც შენ ხარ უფროსი. და ბატონყმურ სისტემაში თუ ბატონი იყავი, უნარი როგორიც ქონდა შენს მსახურს, იმის მიხედვით უნდა მიგეცე სამუშაო, რომ მას შესძლებოდა შეეძლო შესრულება. ეხლა მაგალითად თუ IT შესაძლებლობები არ აქვს შენს თანამშრომლს და დაავალებ რაღაც ისეთ საქმეს, რომ თავს ვერ მოაბავს არაადეკვატური ითვლება. და საერთოდ ყველანაირი ფიზიკური, ინტელექტუალური ნებისმიერი შესაძლებლობის მიხედვით უნდა მისცე უფროსმა შენზე ქვემდგომს სამუშაო. უზრუნველყავი მსახურების საკვებით და გასამრჯელოთი. მეორე პრინციპი.
მოემსახურე მსახურს მათი ავადმყოფობის პერიოდში. ეს თანამედროვე მენეჯმენტში შემოსატანი ასპექტია, მე ვფიქრობ. ანუ, როდესაც თანამშრომელი ავად არის, ბუდისტს ევალება, რომ თვითონ მიიღოს მონაწილეობა მის კარგად ყოფნაში. გაუნაწილე მსახურს შენი გემრიელი საჭმელი. ანუ, შენ შეიძლება უკეთესად იკვებები, ვიდრე შენი ქვეშევრდომი. ანუ, შენ ვალდებული ხარ მარტო კი არა მოიყორო შენი პატარა კუჭი ან დიდი. არამედ მათაც გაუნაწილო ის, რაც არ აქვს იმას საშუალება, რომ იყიდოს და შეჭამოს. მაგრამ შენ ჭამ. მიეცი შვებულება მსახურს, რომ დაისვენოს. რა კაი წესებია. საქართველოს შემოსატანია ეს ორი განსაკუთრებით. მოემსახურე მსახურს, როცა ავად არის და მიეცი შვებულება, რომ დაისვენოს. ვიცი ხალხი მუშაობენ წლები და შვებულებას ფორმალურად უწერიათ, მაგრამ ვერ ისვენებენ. ნორმალურ კაპიტალისტურ და სოციალისტურ ქვეყანაში ორივეგან არის ზეგანაკვეთის ანაზღაურება. ფინეთი ხო კომბინაციაა მაგალითად დემოკრატიის და სოციალიზმის. ფინეთში არის კანონი, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული ბომჟი არ უნდა არსებობდეს, ანუ უსახლკარო ტიპი. როგორც კი ვინმე უსახლკაროდ რჩება, არა აქვს რა მნიშვნელობა რა მიზეზი. ეგრევე სახელმწიფო მისთვის ბინას ყიდულობს. კარგი, ეხლა მსახურის დამოკიდებულება თანამშრომელის მოვალეობა, ანუ უფროსთან. ადექი პატრონზე ადრე ცხადია, ესენია ადრეა დაწერილი, როცა სახში ემსახურებოდა ხოლმე. დაწექი პატრონზე გვიან, ანუ მომსახურე პერსონალზე ალაპარაკ. დღევანდელ დღეში რო გადმოიტანო, მოდის ამსახურში უფროსზე ადრე, წადის ამსახურიდან უფროსზე გვიან. ერთი წუთითაც გვიან რომ წახვიდე და გვიან ადრე რომ მოხვიდე, გეთვლება, ანუ შესრული. აიღე მხოლოდ ის, რასაც გაძლევენ და გეკუთვნის, ანუ ხალტურა, მოპარვა, მოტეხვა ბუდისტს ეკრძალება. ქრისტიანსაც, მაგრამ ქრისტიანი ნომინალი ქრისტიანი ღვთისწყალობის იმედით მოტეხავს ხოლმე. არ არის ეგრე. შენ ხო მოწყალე ხარ ღმერთო. ამა ერთი ცოდვით მეტი იქნება თქო. კარგად აღასრულე შენი მოვალეობა, ანუ პროფესია, რასაც ემსახურები, უნდა კეთილსინდისიერად. მაგრამ არის პროფესიები, რომელსაც ბუდისტი არ წავა, მაგალითად, ყასბად არ იმუშავებს, სადაც თუნდაც ნაწილდება უკვე დაკლული საქონელი, ანუ ცოცხალის განადგურებას რაც ეხება ბუდისტი თევზ ჭერაში არ იმუშავებს. ანუ სადაც მოკლაზეა ლაპარაკი, უარ სიტყვის ეგეც ამს. ამიტომ ეგ იშვიათად საერო კაცი. ანუ ისიც ჰინაიანა ხო იყო ვიწროგზა და მაჰაიანას კონტექსტში, ანუ უფრო ლიბერალურ ბუდიზმში, თორე ტრადიციულ ბუდიზმში არა. კარგად აღასრულე შენი მოვალეობა და მხარი დაუჭირე პატრონის კეთილ სახელს. მაშინ ახლა მსახური თუ იყავი და შენი პატრონი თუ კეთილსინდისიერად ასრულებდა იმ მოვალეობებს, შენც უნდა გეზრუნა, რომ მისი სახელი არ შებღალულიყო. თუ ის არ ღვევდა და დესპოტი იყო, შენ შეგეძლო წასულიყავი ასეთი ბატონისგან და პატრონისგან. ეს იყო ეს მცირე მონახაზი დიდი ბუდიზმის შესახებ. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის.